ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ქუთაისში საარჩევნო უბნებზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მოძრაობის ლიდერის ხატია დეკანოიძეს თქმით, ოლქებში ინვენტარის განთავსება ხდება ისე, რომ დამკვირვებლებს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ. მან მოუწოდა პარტიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად მოხდეს მობილიზება, რათა არჩევნების დღეს დაკვირვების პროცესი არ შეიზღუდოს. დეკანოიძის განმარტებით ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდიან. დღეს ბოლომდე რეგისტრატორის ადგილზე მაგიდები, სადაც ხედან რეგისტრატორები, სადაც არის განთავსებული მონიტორები, რომელშიც არის საარჩევნო სია, არის რეალურად და დგას ისე, რომ დამკვირვებლებს არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან საარჩევნო უბნებზე და ხმას აძლევენ. ძვირფასო დამკვირვებლებო, ყველა იმ ადამიანს მოუწოდებ ახლა, რომელიც ჩართული იქნება ხვალ საარჩევნო პროცესში, თქვენ გაქვთ სრული უფლება, რომ დააკვირდეთ პროცესს, მათ შორის დააკვირდეთ რეგისტრატორის მაგიდის უკან, რაც რეალურად მოგცემს და მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება მოახდინოთ ადამიანებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღის ბოლომდე ქუთაისში და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადგილას შემოწმებული იქნება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანი.